შენ ამბობ თუ მე ვამბობ? დილაშიდობისა, ახალი დილა პირდაპირ ეთერშია ისევ და როგორც დაგვირგვინეთ სტუმრებთან ერთად დაუბრუნდით ბავშვობა ყველა ბავშვისთვის ჩვენი თემა დღეს განსახილველი და ჩვენი სტუმრები არიან მურმან პატარაია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე, ფონდის გრანტების მოძიების სპეციალისტი თინათინ ბრეგვაძე და იურისტი საქართველოს ინვალიდთა ალიანსის დამფუძნებელი მიხეილ ელიზბარაშვილი. დილაშიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, ეს პროექტი ხორციელდება ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მიერ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის დაფინანსებით, ხო სწორია? პირველ რიგში ბატონო მურმან თქვენ უნდა გკითხოთ, რას გულისხმობს პროექტი ბავშვობა ყველა ბავშვისთვის? კი ბატონო, მოგესალმებით დილამშვიდობისა, სანამ უშუალოდ შეკითხვას გავცემდე პასუხს, კიდევ ერთხელ მინდა ახალგაზრდებს შევახსენოთ დღეს საქართველოს მასშტაბით, რომ დღეს 20 ივნისის 6 საათზე მთავრდება 2013 წლის მეორე საგრანტო კონკურსის პარკლებში პროექტების მიღება და შესაბამისად ვისაც სურს 6 საათს ვისაც სურს რომ შემოიტანოს ასე ვთქვათ პროექტი და იაქტიუროს, ვთქვათ რომ 6 საათამდე ასე ვთქვათ ის საკითხები, რა ტექნიკური საკითხები არის მოაგვარონ და მოასწრონ პროექტების შემოტანა. ძალიან მაღალი აქტივობაა, იმიტომ რომ დაახლოებით 80-მდე პროექტმა გაიარა რეგისტრაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ასე ვთქვათ მენტალობიდან გამომდინარე დღეს უფრო მეტად აქტიურობა იქნება, ასე რომ იმასთან შედარებით რაც პირველ საგრანტო კონკურსზე იყო დაახლოებით 3-ჯერ მეტი აქტივობა არის გაზრდილი და ამაში თქვენი დიდი დამსახურება. მადლობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე თუ შემოვიდა ამჯერად? მე ვიცი რომ რამოდენიმე პროექტი შემოსულია, თუმცა ჩვენ ახლა სანამ არ დამთავრდება სარეგისტრაციო პროცესი არ გვაქვს უფლება რომ გავეცნოთ პროექტებს, თუმცა როგორც ვიცი, პროექტები შემოიტანეს უკვე დამოუკიდებლად კიდევ აპირებენ შემოტანას, რაც შეეხება პირველ საგრანტო კონკურსზე. ჩვენ დავაფინანსეთ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისათვის, ასე ვთქვათ, როგორც სალექციო კურსს, ასევე სპორტულ გამაჯასაღებელ აქტივობებს, ასევე მიზნად ისახავდა იმას, რომ ცნობილი ადამიანები მისულიყვნენ მათთან გართობას, როგორც ვიცი, სიღნაღში ყავდათ აღსაზრდელები, ვისაც გადაადგილება აქვს შეზღუდული, იყვნენ ბომბორას პარკში ყავდათ წაყვანილი, რომ ასე ვთქვათ, მათი თავისუფალი დროის ორგანიზება მოხდარიყო. ერთობა მიზნისთვის ესეთი ორგანიზაცია არასამთავრობო, რომელიც დავაფინანსეთ და ეს პროექტი კიდევ პროცესშია და მიმდინარეობს. მე ვფიქრობ კი ბატონო, ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც East-West Management-თან ერთად ვახორციელებთ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი დარწმუნებული ვარ, თიკო ამაზე მუშაობდა უშუალოდ და უბრალოდ მისი დაწერილია ეს პროექტი, ის გამახვილებს ყურადღებას. თუმცა რაც შეეხება პრობლემები ზოგადია, არის ის, რომ პირველ რიგში, ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნისათვის, რომ სახლიდან გამოსვლაც არ შეუძლიათ, მაგრამ არაფერი ადაპტირებული არ არის. არც სკოლები, არც საბავშვო ბაღები, არც ადაპტირებული არ არის სახლები, გუშინ სტატიებს ვკითხულობდი, კორპუსები არ არის პირველ რიგში ადაპტირებული, რომ ადამიანებმა შეძლონ უბრალოდ სახლიდან გამოვიდნენ, ოთახის გარეთ სახლიდან გამოვიდნენ. მით უმეტეს ახლა სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი სამინისტროს პირველი სართული არის მარტო ადაპტირებული, ხო, ესეც უკვე გარკვეული პრობლემა მუშაობა მიდის. ახლა როგორც ვიცი, რომ მეორე მესამე სართულიც ადაპტირებული გახდეს, რომ ადამიანები შემოსვლა შეძლებენ მარტო ფოიეში სამინისტროს და მორჩა იმის იქით ვერსად ვერ ადიან. ესეც სერიოზული პრობლემაა, შორს რო არ წავიდეთ და ანუ სხვისი განხილვა რო არ დავიწყოთ და კრიტიკა რო არ დავიწყოთ. რო არიან მე რო ურთიერთობაც უკვე ავტობუსები არ არის გადასასვლელები გზებზე მოწესრიგებული, შუქნიშნები და ასე შემდეგ. ნუ ძალიან მასშტაბური პრობლემაა და ესეთ ამის გავიხსენოთ საქართველოსშიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ეთყობა არ არიანო, ძალიან ცოტა ყავს. არ არიან კი არა, არ გამოდიან, იმიტომ რომ ვერ გამოდიან და ვერა ვერ ხედავს. თუ ევროპაში ყოველ მეორე მესამე ფეხის ნაბიჯზე ჩვეულებრივი თემაა რომ შეხვდებიან, ეს სერიოზული პრობლემაა საქართველოში, იმიტომ რომ სახლდანაც ვერ გამოდიან. და თინათინ მოდით ახლა ამ პროექტზე ვთქვათ კონკრეტულად ბავშვობა ყველა ბავშვისთვის. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო დასავლეთ აღმოსავლეთის მართვის ინსტიტუტს, რომელმაც ასე ვთქვათ ფინანსური მხარდაჭერა და ნდობა გამოგვიცხადა ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ გაგვეხორციელებინა ეს ინიციატივა. მოკლედ რომ გითხრათ, პროექტი არის ფოკუსირებული სმენა და მეტყველება დაქვეითებულ ბავშვებზე და უშუალოდ მათ სკოლამდელ განათლებაზე. ჩვენ ჩავატარეთ ასე ვთქვათ პატარა მკვლევა, სანამ საპროექტო განაცხად შევემუშავებდით.
მოვედით და აღმოჩნდა რომ ორად-ორი საბავშვო ბაღი არსებობდა ამ ტიპის ბავშვებისთვის. ეს იყო ბათუმში და თბილისში. რას გულისხმობთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას თუ ინკლუზიური სწავლისთვის ადაპტირებულს? ადაპტირებულ, სადაც ბავშვები, ასე ვთქვათ, სწავლობდნენ თერაპევტის დახმარებით, სპეციალური თერაპევტის დახმარებით, ჯესტური ენით და ასე შემდეგ. ანუ იმ მიდგომებით, რომლებიც მათზე არის მორგებული მათი განვითარების. ანუ ეს იყო სპეციალიზირებული მხოლოდ ამ ბავშვებისთვის? კი ბატონო, ბათუმში და თბილისში. ბათუმში ესეთი საბავშვო ბაღი ქვეყანაში იყო ორი სკოლა. მთელ ქვეყანაში იყო ორი სკოლა, ერთი ბათუმში, ერთი თბილისში. საბავშვო ბაღი, სწორედ და სკოლა არსებობს მხოლოდ თბილისში არსებობდა. იმანაც თქვა ეს ფუნქცია ორიენტირებული ასე თქვა ესეთი ტიპის ბავშვებზე დროთა განმავლობაში დაკარგა. მოკლედ რომ თქვა არ არის მზად არც სკოლამდელი განათლება და არც საშუალო განათლება იმისთვის რომ თქვა ამ ბავშვებს შეუწყოს ხელი რომ რაც შეიძლება უფრო მეტად მოხდეს მათი განვითარება და შესაბამისად შემდეგ უკვე მაქსიმალურად სრულფასოვან წევრებად რომ იგრძნონ მათ თავი საზოგადოების. ხო, კომუნიკაცია რაც შეეხება კონკრეტულ თქვა ამ შეზღუდვას თუ შეიძლება ეს რომ დავარქვით, კომუნიკაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი სოციალური ცხოვრების. აქედან გამომდინარე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ის რომ ეს ადამიანები თქვა ამ თანდაყოლილი პრობლემის გარდა კიდევ უფრო მეტ თქვა გამოწვევებს ხვდებიან, იმიტომ რომ არ არის მათთვის ხელშემწყობი გარემო. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს ინიციატივა, ეს პროექტი სწორედ მათ დაუთმოთ, თორემ ვიაზრებთ ახლა იმას რომ ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ და მთელი საზოგადოებისთვის სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს უნარშეზღუდულ ადამიანებთან, ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ვთქვათ, სახელმწიფოსი ასევე დონორი ორგანიზაციების შესაძლებლობები არის პედაგოგებიც არ არსებობენ, ხო, რომლებმაც გაიარეს სიტყვაზე რაღაც ტრენინგები ამ გან. პედაგოგები არსებობენ, მაგრამ ეს პედაგოგები საჭიროებენ გადამზადებას. ამიტომ ჩვენ ჩვენ გვყავს პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ბათუმში. ეს არის Step Forward, ესე ქვია ამ ორგანიზაციას, რომელსაც ქალბატონი მანა ინაშვილი ხელმძღვანელობს. ეს არის ფაქტიურად მედროშე ორგანიზაცია, რომელიც სმენა და მეტყველება დაქვეითებულ ბავშვებზე მუშაობს და მათ ძალიან ბევრი, ძალიან საჭირო ინიციატივა აქვთ განხორციელებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ინიციატივაში ჩაერთვებიან. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ დაიწყოს ამ საკითხზე დისკუსია. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს პრობლემა წამოვწიოთ, ასე ვთქვათ, წინა პლანზე, იმიტომ რომ ვიაზრებთ იმას და გვესმის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს და ყველაფერს ვერც სახელმწიფო, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები და ვერც ვერავინ ესე ერთი ხელის მოსმით ვერ მიხედავს. ამიტომ ჩვენ ვთქვათ, ამ ეტაპზე ჩვენი ფუნქცია დავინახეთ იმაში, რომ დავიწყოთ ამ საკითხზე დისკუსია ყველა, ასე ვთქვათ, ჩართულ მხარესთან იქნება სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ინდივიდუალურად თქვა სპეციალისტები და იმიტომ რომ პროექტი ყოფილიყო და ეს არის ბუნებრივია პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს არსებული პრობლემები მოგვარდეს. და იმისთვის, რომ ეს ინიციატივა გამხდარიყო უფრო საინტერესო, უფრო კრეატიული, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ადვოკატირების პროცესში დავიხმაროთ ხელოვნება, ასე ვთქვათ, ფოტო ხელოვნება და ჩვენს პროექტში პარტნიორი არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც სოციალური, ასე ვთქვათ,
სოციალური ფოტოგრაფიით არის დაკავებული და ვაპირებთ რომ გავაკეთოთ მოკლე ფილმი ამ ბავშვების შესახებ თუ იმიტომ რომ ისინი ვერ დადიან საბავშვო ბაღში არ აქვთ საშუალება რაღაცა სოციალური ცხოვრებით იცხოვრონ თუ რა ყოფაში უწევთ მათ ცხოვრება გავაკეთოთ ასევე ფოტორეპორტაჟი ამის შესახებ და ესეთი სახით გავაცნოთ საზოგადოებას და ვთქვათ ჩართულ მხარებს ამ პრობლემის შესახებ. საბოლოოდ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ არ ვიღებთ ჩვენ თავზე მხოლოდ პასუხისმგებლობას რომ დავждეთ და ვთქვათ მითითებები მივცეთ ვინმეს რომ ესე გააკეთეთ ან ისე ან ესე ამიტომ იქნება ბოლო დიდი სამუშაო შეხვედრა პროექტის ბოლო სადაც იქნება ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე და შემუშავებული იქნება რეკომენდაციები და სხვადასხვა ალტერნატივები თუ როგორ შეიძლება რომ ამ არსებულ პრობლემას მიხედვით რეკომენდაციებს, იმიტომ რომ ეს ადვოკატირების პროცესია და ამ რეკომენდაციებს შემდგომ იხილავენ უკვე ის პირები, ვინც გადაწყვეტილების პროცესში იღებენ მონაწილეობას. პირველი ნაბიჯი და რეკომენდაციების შემდეგ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გაგრძელდება ამაზე დისკუსია და უკვე რაღაც ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული დასანახი რომ პრობლემა. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ. ესე იგი, მიზანი არის ადვოკატირება, ხო, ამ ბავშვების პრობლემის გადაჭრისთვის. და როდესაც ვამბობთ, რომ ინკლუზიური სწავლება, ანუ ვამბობთ იმაზე, რომ სპეციალიზირებული დაწესებულებების ნაკლებობაა. თქვენი როგორც საქართველოს ინვალიდთა ალიანსის განფუძნებლის პოზიცია როგორი არის? საჭიროა თუ არა ზოგადად სპეციალიზირებული დაწესებულებები? მე ვეთანხმები რაც თქვა ბატონ გუმანი, ამაში ვეთანხმები მთლიანად. იცით რა შესაძლოა? თავარია ინვალიდთა ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში და ეს ინტეგრაცია შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სახით. შეიძლება ასე მოხდეს, შეიძლება ინკლუზიური სკოლების მეშვეობით და ბევრი სხვა კიდე პროგრამა არსებობს საზღვარგარეთ, რის ჩვენთან გადმოტანა შეიძლება და მე ამ პროგრამების მეშვეობით მოვახდინოთ ბავშვების ინტეგრაცია. ალბათ უნდა მოგვარდეს აი გადაადგილების პრობლემა. ეს არის აი ავტობუსის პანდუსი ხა კადრში და ეს. მაგრამ ეს კონკრეტული პროექტი სმენა და მხედველობა დაქვეითებულ ბავშვებს ეხება. არის ტრანსპორტირების პრობლემა. წარმოიდგინეთ, თუ სინათლე ბავშვი როგორ უნდა მივიდეს ან სკოლაში, ან მაღაზიაში, ან სადმე. შუქნიშნებზე ხო არის ის ხმა. და რომელიც არ არის დარეგულირებული. რამდენიმე ადგილას. თუმცა როგორც გითხეს, თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა არ არის სწორად რეგულირებული და პრინციპში რეალური საფრთხეს არის სიცოცხლისთვის. კი, არის საფრთხე. მე თვითონაც ვარ ბავშვობიდან ინვალიდი ვარ, დიაბეტი დაავადებული 93 წლიდან და ამ პრობლემებში ვერ ვდები ხა მეტნაკლებად, რადგან ჩემზეც გავიზიარეს სხვადასხვა ის შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემები. ეხლა მე არ მიჭირს გადაადგილება, მაგრამ მიწერს ინსულინის გაკეთება ყოველდღიურად რამდენიმე ჯერთხეში და შესაბამისად ჯანმრთელობის პრობლემებს საკმაოდ სერიოზულ დონეზე მეც მაქვს და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მურმანს და კაპიტან მინის იმის შესახებ, რომ ასეთი პროგრამები, ასეთი პროექტები არის იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაცია საზოგადოებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ საქართველოში არის დაახლოებით 120,000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. წარმოიდგინეთ, 120,000 ეს უცბა არ არის. მათ შორის დაახლოებით 25,000 ბავშვი, რომელსაც აქვს დაახლოებით 25,000 ბავშვი აქვს. რომლებსაც აქვს სხვადასხვა დონეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრობლემა და ამ ბავშვების ინტეგრაცია არის აუცილებელი, მორბიდების ინტეგრაცია და მათ შორის მეტი წელი არის თბილისში, როგორც ვიცი, ანუ ყველაზე დიდი რაოდენობა რიცხობრივად მოდის დედაქალაქზე, შესაბამისად თუმცა რეგისტრირებულია უბრალოდ უკეთ. ინფრასტრუქტურული შეიძლება, თუმცა მე როგორც კითხულობდი, ანუ ანალიტიკური ჩანაწერი იყო, ანუ მეტი რაოდენობა მოდის დედაქალაქზე და მეტი პრობლემებიც არის. ხა სოფელში სულ სხვა პრობლემები არის გადაადგილების ვიდრე ქალაქში, ხო ბოლო-ბოლო ეზოში გახვალ და გაიყვან ადამიანს და ანუ იქ მეტი შესაძლებლობა აქვს იმის, რომ
სიმბცე ნახოს და გარემო და კომუნიკაციას არ მოწყდეს. განსხვავებით დედაქალაქისგან, როდის კორპუსში ცხოვრობს ადამიანი, ცხადია. თუმცა სოფლებში ხშირად სკოლა არის ძალიან შორს და ამიტომ გადაადგილების პრობლემა აქტუალურია. განათლების პრობლემა მე ჩვენ რასაც ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში და რატო დავიწყეთ ზოგადად ამ მიმართულებით ფანდრაიზინგი და ზოგადად რატო დავიწყეთ ამ მიმართულებით გრანტების მოძიება. ნუ გარდა იმისა, რომ ფონდი ასე ვთქვათ სხვა ორგანიზაციებსაც აფინანსებს, ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმ კუთხით, რომ აქეთ მოვიზიდოთ გრანტები, იმიტომ რომ ვიცით რეალურად სად არის პრობლემები. ამ შემთხვევაში სწორად განვსაზღვრეთ, თუ სად არის პრობლემა, სად დგას საკითხი გადაუჭრელი, რა არის გასაკეთებელი ამ ახალგაზრდებისთვის იმისათვის, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ მარტო ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი ან სპორტის და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტრო ამას ვერ შეწყვეტება, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს და რა თქმა უნდა ვერ მოაგვარებს, აქ უნდა იყოს საზოგადოების მაღალი ჩართულობა, აქ უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ძალიან მაღალი ჩართულობა, ამას ჭირდება სერიოზული ფინანსები და სწორად ასე ვთქვათ კონცეფციის განსაზღვრა, თუ რა არის საჭირო, საიდან უნდა ამოვიდეთ, გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება, ზოგადად დასავლური გამოცდილება ამ მიმართულებით და შემდგომ გავაგრძელოთ მუშაობა. ეს იქნება ერთგვარი ანალიტიკა, აქ დაიდება რეკომენდაციები, აქ იქნება საზოგადოების გამოღვიძება, იგივე ფილმის ფოტოჩვენების საფუძველზე, იგივე ნარატიული მოხსენების საფუძველზე და რეკომენდაციების საფუძველზე და ეს იქნება ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული უცხოური სიტყვის გამოყენება არ მიყოს. სტარტაპი იქნება გარკვეული, რომ თემა დაიწყას. თუმცა არსებობდა ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობდნენ საქართველოში, თუნდაც ასევე პრინციპში მე მგონი ამერიკული პორტიჯი, რომელიც მუშაობდა ბავშვებზე, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და მათ განათლების პრობლემაზე 7 წლამდე. და მსგავსი ორგანიზაციები არსებობენ, თუ თანამშრომლობთ მათთან იმისთვის, რომ უფრო ეფექტური იყოს შედეგები. ბუნებრივია თანამშრომლობა, ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ბავშვების საკითხებზე მუშაობს, ბევრი დონორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პრიორიტეტი ბავშვები და რომლებიც თვითონაც ახორციელებენ გარკვეულ ინიციატივებს, ასევე გასცემენ გრანტებს იმისთვის, რომ სხვა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაანერგონ რაღაც სხვადასხვა ინიციატივები. ჩვენ ურმანმა ახსენა, რომ ფონდმა პრინციპში 2013 წლის დასაწყისიდან შეიძინა ეს ახალი ფუნქცია, დამატებითი ფუნქცია, გარდა იმისა, რომ ფონდი არის გრანტის გამცემი სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, რომ ჩვენ თვითონ, ასე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ მოვიძიოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ განვახორციელოთ ის ინიციატივები, სადაც თვლით, რომ ჩარევა არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ამ დროის განმავლობაში ფაქტურად იანვრიდან ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა ყველა აქტიურ მოთამაშესთან, შეიძლება ესე ვთქვათ, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე. ეხლა სამინისტროსთან უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად ჩვენ გეგმავთ სისტემატური სახელმწიფო დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას იმისთვის, რომ ყველამ ვიცოდეთ, ასე ვთქვათ, სად არის საჭიროება და სად შეგვიძლია ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა ფაქტურად არ არის. და ვისაც ვთქვათ, თუნდაც მოხალისის სახით უნდა ჩაერთოს ამ პროექტში, არის თუ არა ამის საშუალება და ვინ ახორციელებს კონკრეტულად ადამიანური რესურსი ვინ ყავთ? კი ბატონო, ჩვენ ამ პროექტს ყავს თავისი ხელმძღვანელი, ქალბატონი ანა ბაქანიძე, რომელიც ასევე არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ფონდში. პროექტს ბათუმში, როგორც გითხარით, კოორდინირებას უშავს ქალბატონი მანანა ნაინაშვილი, რომელიც Step Forward-ის წარმომადგენელი არის, რომელიც მე ძალიან გირჩევთ, რომ იქნებ ის მოიწვიოთ გადაცემაში. ხშირად უფრო კომპეტენტურ და ბევრად უფრო სიღრმისეულ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას მოგაწვდით ამ საკითხთან დაკავშირებით. და ფონდში 9 ნომერი, ფონდი წერტილი.G, მითითებული არის ტელეფონის ნომერი, ვისაც უნდა რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ საწყისებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ყოველთვის ღია, შესაბამისად ნებისმიერ დროს სამუშაო დღეებში 10-დან 7 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევით ჩართვით გვეწვიეთ და ამ უწურავ ინფორმაციას მიიღებ, ძალიან მრავალფეროვანი პროექტი იქნება დამოუკიდებელი. ერთ ცნობებას დავამატებ, თუ შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთ საკითხებზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საზოგადოების ჩართულობა მსგავს საკითხებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემაა, ასე ვთქვათ,
ცნობიერების ამაღლება თვითონ საზოგადოების თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ საკითხებზე. არის რაღაცა სასიხარულო ტენდენცია, რომ მშობლები მაგალითად ბავშვების, რომლებსაც რაღაცა პრობლემები აქვთ, თვითონ იწყებენ აქტიურობას და თვითონ ცდილობენ რომ წინაპრებზე წამოწიონ ეს პრობლემები. ასე ვთქვათ, ასეთი ადამიანებისთვის თუ ასეთი ჯგუფებისთვისაც ჩვენ ღია ვართ და ძალიან მოხარული ვართ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენ ამ თემას ხშირად ვაშუქებთ და გავაშუქებთ ხოლმე ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით. ახლა კი ამ პრობლემატური თემიდან გადავინაცვლოთ